ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსი ოფიციალურად გაფორმდა. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ დავით გამყრელიძის და დავით უსუფაშვილის პარტიები გრძელვადიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და მათივე თქმით საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში უპრეცედენტო ალიანსის შექმნით, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისთვის შედგა და არა წინასაარჩევნად. ახლებისა და რესპუბლიკელების თავმჯდომარეები ამბობენ, რომ ალიანსი ხელისუფლების სამართლიანი არჩევნების გზით შესაძლებლად ემზადება. ამ ხელისუფლებას საარჩევნო რეჟიმს აღარ აქვს რესურსი ქვეყანა გამოიყვანოს ტექნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური კრიზისიდან და საჭიროა რომ მოკლედ ვადაში საქართველოში გაჩნდეს რეალური დემოკრატიული ალტერნატივა. ის ალტერნატივა, რომელიც გახსნეს ძალიან მარტივ კითხვას პასუხს, რომელიც შეაფიქსირა საქართველოში და მის ხარჯებს გარეთაც. თუ არა ეს ხელისუფლება, თუ არა მიხეილ სააკაშვილი, მაშინ ვინც პოლიტიკური ალიანსი, რომელმაც უნდა შეგვაძლევინო ვაგამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მიღება საქართველოში, ამ არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად გატარება და შემდგომ უკვე მიწის სამთავრობო კოალიცია, რომელიც ქვეყანას ერთად სამუდამოდ გააყენებს პროგრამაზე. ახალი ალიანსი ოპოზიციური სუბიექტების გარდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ პიროვნებებთანაც გამართავს და ალიანსის ლიდერობის კანდიდატურებს განცდილავს. მათ შორის კონსულტაციები გამართება გაეროში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელთან ირაკლი ალასალიანთან. კოალიცია, რომელიც ჩვენ ვარაუდობთ გეგმავს უახლოეს ხანებში შეიძლება შეიძლება ლიდერი. მაგრამ ეს იქნება კლასიკის ლიდერი, არა ინსტიტუტის ვინახავს დღემდე არაერთხელ. ეს იქნება გუნდის ლიდერი და გუნდი იქნება წამყვანი ამ პროცესში, რაც გადაემართება ლიდერი. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ არ მიუღია იმის გამო, რომ ის დაიღალა ან უბრალოდ აპირებს თავი გაანებოს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ალბათ მასთან სასურველია თავად მას მოუწოდოთ და მიდან გავიგოთ, რამდენად აქტიურად აპირებს ის პოლიტიკურ საქმიანობაში გასვლას და პოლიტიკურ მოღვაწეობას. მე გავადასტურებ ეს, რომ ის ნამდვილად სასურველი პარტნიორია აი ამ მომავალ კოალიციაში, ამ ალტერნატივის გამოყალიბებაში და მას ნამდვილად აქვს რესურსი იყოს გამოკვეთილი ფიგურა რევანდელ და ხვალინდელ საქართველოში. რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ალიანსი მზად არის ფართო კოალიციის შესახებ კონსულტაციები გამართეს ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან. თუმცა ერთი პირობით, მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმის თითქმის ყველა ასპექტში და არა მხოლოდ მიმდინარე საკითხებზე. რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარის პარტიასთან თანამშრომლობას, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ პარტიასთან კონსულტაციები გარკვეულ თემებზე მიმდინარეობს. თავად ნინო ბურჯანაძეს კი დავით გამყრელიძე ამბიციების გასაგებას ურჩევს. ჩვენ მზად ვართ დიალოგის ტექნიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ჩვენ მზად ვართ ქართულ პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე სასაუბროთ ყველა იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც შევახშობთ შეთანხმებას სწორედ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. პრობლემა იმას მდგომარეობს, რომ ალბათ ნინო ბურჯანაძის ვერ წარმოუდგენია თავისთავად გარდა პრეზიდენტის როლისა, თუ ის მოახერხებს გადიოს ისე ამბიცია და გახსნება, რომ ერთიან სტრუქტურაში, ერთობაში გაეთანხმოს სხვა კანდიდატურას მომავალ პრეზიდენტისა, და ფიქრობთ, რომ შეგვიძლია იქნება ეს თანამშრომლობა. სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვენი ძები გაიყოფა. ნინო ბურჯანაძე საკუთარ პოზიციას სავარაუდოდ ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დააფიქსირებს. მანამდე კი ახლებისა და რესპუბლიკელების ალიანსის შესახებ მოსაზრებები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე გამოთქვეს. ჩვენ მივესალმებით სხვა საქმეებს, როგორც შეეხება ამას საზოგადოების ისმეტილი, რომელიც ამ პოლიტიკური ორგანიზაციების მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ სადღაც ამის ყველა ოპოზიციურ ძალასთან კოორდინაცია არის აუცილებელი და რაც უფრო მალე აღდგება გაერთიანებული ოპოზიციის členობა
ალბათ უკეთესი იქნება საერთო ამოცანების მისაღწევად, რაც შეეხება ბატონ ირაკლი ოლსანიას, მან თვითონ განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით არ აქვს ახსის პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაცია, თუმცა ის აპირებს დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჩამოსვლას და აპირებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციების გასაგებად და ბუნებრივია ჩვენც ესეთი კონსულტაციები მასთან გვექნება. მისაწამებელია, როდესაც ერთი იდეოლოგიის, ერთი მწამსის, ერთი მიმართულების პარტიები ერთიანდებიან და ჩვენ მას წარმოგებებს უსურვებთ. რაც შეეხება კოორდინაციას, ჩვენ ყველასთან გვექნება კოორდინაცია, ვინც მართლაც მოსურნია იმისი, რომ ქვეყანა გაანთავისუფლოს იმ შავი ჭირისაგან, რომელსაც ქვია სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ ფართო ფრონტის გაშლას და ბუნებრივია კოორდინირებულად ვიმოქმედებს ყველა ნამდვილ ოპოზიციურ ძალას. ოპოზიციურ პარტიაში არ არიან, თუმცა ახალ ალიანსთან თანამშრომლობის მიზნად ყოფნას გამოთქვამენ ნაციონალურ მოძრაობაში. საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ნაწილი ალიანსის შესასვლელის ირაკლი ალასანიას დადებითად ახასიათებს. ზოგი კი მის შესახებ კომენტარს საერთოდ არ აქვს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ მზად არის ყოველთვის ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან დიალოგს. ყოველთვის მოწევა კონსოლიდაციის პარტიების თუგი აქვს საერთო მოსაზრებები, საერთო შეხედულებები, რა თქმა უნდა, ჯობს ერთად იქონ, ვიცნობ ირაკლის კარგად, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხისული, რა კარგი ადამიანი, კარგი დიპლომატი და რამდენად მისი სურვილია პოლიტიკაში აქტიურად ჩართო, ამას მომავალი გვაჩვენებს და ვისთან ექნება ალიანსი. მე თუ მკითხავს, მე შემიძლია მე რაღაცები ურჩიო. ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს, გარკვეული როგორც თქვენ მოვლენების განვითარება. ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსი ახალი ლიდერის ვინაობას და სამოქმედო გეგმას ერთ თვეში ოფიციალურად გააცხადებს. მანამდე კი ორი პარტია ალიანსის საერთო სტრუქტურას შეეთანხმებს და კოალიციის გაფართოების შესახებ კონსულტაციებს აასრულებს. რუსეთის ინტერესებში საქართველოსთან ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა არ შეძლეს განცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან და ენერგეტიკის მინისტრთან გამართულ შესაძლებლობა გააკეთა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა მდგრადი ამაში დიდი თანხები ჩაიდო. ისეთი სამხრეთში კი ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით პრობლემებია. ისიც საქართველოს დამთავრებული უმკურნალობის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის დეფიციტის გარეშე უნდა გადაიტანოს. ისევე განცხადებით ახახამდე არ მოეწყო, რომ ყოველ დღეს და კვირაებს უნდა გაკეთდეს და ხელისუფლებამ პირველ სკოლების, საავადმყოფოებისა და ამბულატორიების გასვლისა და განათება უნდა უზრუნველყოს. პრეზიდენტთან შეხვედრაში ასევე პარლამენტის განყოფილებული ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მალოვი და სენატის თავმჯდომარე გულამ ჩალაგაშვილი ესწრებოდნენ. ჩვენ არ მხოლოდ გასული იქნებით თელვაგერად, არამედ ჩვენ გვექნება პროპორება უამრავი ახალი სასახელო ადგილი საქართველოს რეგიონში, რაჭაში, იმერეთში და საფრთხეჯავახეთში. ეს სამი მნიშვნელოვანი პროექტი, ძალიან პროექტი. მაგრამ ეს ისევე ვიქნება უკვე საქართველოში, რეგიონში და ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც უდგას საქართველოს საზოგადოებას თითოეულ ქვეყანას, არის ამ ომის შემდეგ მსოფლიო კრიზისის პირობებში, საბოტაჟის საფრთხის პირობებში. შევძლებთ თუ არა ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი უწყვეტად გარანტიებოდეს ელექტროენერგიის ციტკოთი თასის და საქართველოში არ იყოს სიბნელე. ეს არის მთავარი კითხვა. ელექტროგადაცემის ხაზით გავარემოთ და ჩვენ ამ დიალოგს სამოკეთებთ. თავს კიდევ შარშა რამდენი გავარემოთ. Umarım size hazır Gaziantep'te haritalarında მიმდინარეობს საქართველოს პარტიების როგორც ელექტროსისტემის თანაშრომები, ასევე არის მაგისტრალური სისტემების თანაშრომები არიან როგორც პარტია რეჟიმში გადაყვანები. პრაქტიკულად ყველა ზაქარის უმეტეს ნებისმიერ ფორს-მაჟორს გაუმკლავდეს. ასე რომ ენერგეტიკის სამინისტრო ჩათვალეთ, რომ ახლა არის თავდაცვის და მთავრობის სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი რაღაც შენაერთი.